გამარჯვება, ბანი მაგარია, ბანი საუკეთესოა, ბანის ელოდება წარმატება. გამარჯვება, ბანი მაგარია, ბანი საუკეთესოა, ბანი მზად ხარ კონკურსისთვის? კარინა, ისე როდის აპირებ რომ მოგოცო? ტომას, უკვე გითხარი ერთკვირიანი ურთიერთობის შემდეგ. აუ, ბანი ისე ვარჯიშობს, თითქოს ჩემპიონატები აქვს. მეც მინდა რომ ვიყო ჩირლიდერი. ჯული, შემიძლია ჩირლიდერების კოსტუმი გიყიდო? ბროვასტი, ფორმა რომც მიყიდო, ჩირლიდერები არ ამიყვანენ გუნდში. მე ხომ არ ვარ ჩირლიდერი. შემიძლია ბაჭიებს დაველაპარაკო, კარგად ვართ. ო, რაიან, ჩემზეც უთხარი. არა, ჯიჯი, არ მინდა რომ ჩირლიდერი იყო, იმიტომ რომ მე ყველაფერი შენთან ყოფნა მოუნდება. პატრიკ, ისეთი ეჭვიანი ხარ. G A M A R J V E B A გამარჯვება. ხო, შესამჩნევია რომ დიდი ხანია არ გივარჯიშიათ. საშინლად ვარჯიშობთ. ხო, საშინლად, მაგრამ ისინი დაპატიჟებულები არიან შეჯიბზე და ჩვენ არა. ჩვენ იმიტომ არ ვართ დაპატიჟებული, რომ ყველაზე ძლიერები ვართ და ყველას ეშინია ჩვენი. ბლონდი, ახლა შენ თავს იწყნარებ. მასწავლებელო მაიკ, გახსოვთ რა დაგვპირდით? გითხარით რომ თუ კარგად მოვიქცევდით, ყველას ერთად წაგვიყვანდით ზღვაზე. ზღვაზე გინდათ წასვლა? და ვინ უნდა მოგხედოთ იქ თქვენ გიჟებს, მე და იანამ? რა გინდათ ვერთხებ, რატო ვართ ველურები? ჩვენ მოხედვა რაში გვჭირდება, დიდები ვართ, უკვე დიდი ვარ. მეგობრებო, მოდით ეს ზღვაზე გასვლა ცოტა ხნით გადავდოთ. ახლა ჩემპიონატი უნდა ჩავატაროთ, ხო ხედავთ, გოგოები უკვე მზადებიან. ხო, ვუყურებ ამ ჩირლიდერებს და ტირილი მინდება. ხო, იანა ისეთები არ არიან, როგორებიც იყვნენ. პიცა, აის, 2 ლიმონადი გაგვიკეთეთ თუ შეიძლება. გამარჯვება! გოგოებო, ეს იყო. ხვალ კიდევ უფრო ძლიერად უნდა ვარჯიშოთ, იმიტომ რომ მალეა. რაიან, მიდი. გოგოებო, შეიძლება ორი წამით აგილაპარაკოთ. ხო, რაიან, რა ხდება, გითხარი. შემთხვევით ჯგუფში ახალი გოგო ხوار გჭირდებათ, ჭკვიანი და ლამაზი. ვინ? ჯული. არა, რაიან, ბოდიში, მაგრამ ყველა ერთი წონის უნდა ვიყოთ და ჯული არ ჯდება ამ კატეგორიაში. გოგოებო, თქვენი წონის ვარ, უბრალოდ კაბა მაქვს დიდი. ჯული, შენს ადგილას ნაოსნობაზე წავიდოდი, იცი რა სახალისოა? კარგი, გოგოებო, მოდით ლიმონადი დავლიოთ, ძალიან დავიღალე. წავედით. მოიცა, არ გინდათ ჯულის აყვანა. რაიან, არა, ჩვენი გუნდი სავსეა. მეგობრებო, რა ვქნა, მე ვცადე. რაიან, საერთოდ არ დაგეხმარა შენი კარგი ურთიერთობა ბანისთან, ხო? ბაჭიებო. ფეხბურთელებს რა დაემართ? მასკოტ, ხომ იცი ფეხბურთელებს ჩირლიდერები მოსწონთ. საშინელი ვარჯიში იყო, ხო, მაგრამ არ შეგრცხვეთ ამდენი ხალხის წინ. რატომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ხასიათს გიფუჭებენ? მომისმენთ ბაყაყებო, გირჩევნიათ წახვიდეთ და ვარჯიში გააგრძელოთ, ნაკლები შხამი გექნებათ. ბაყაყებო, საშინლები ხართ, შევამჩნიეთ, რომ საერთოდ არ გაგიხედავთ, სულ გვიყურებდით. თქვენს დაჯღრეულ ფეხებს ვუყურებდით. გირჩევნიათ თქვენს ფეხებს უყუროთ. ხო, საერთოდ არ გაქვს კუნთები ფეხებზე. ბანი, რას აკეთებთ? რამე შეჯიბრი გაქვთ? უბრალო შეჯიბრი არა. ჩემპიონატი. ხო, და ჩვენ დაგვპატიჟეს, იმიტომ რომ მთელ ქალაქში საუკეთესოები ვართ. ხო, საუკეთესოები. აის, პიცა, ლიმონადები გთხოვთ. და ჩემთვის მოხიდო, ბაჭიებო, არავის არ მოусმინოთ, კარგად ვარჯიშობ. უბრალოდ თქვენი შურთ. ხო, ჩვენც ეგრე გგონია. გოგოებო, ხო იცით, ჩვენ ამ სახლში არ ვჯორავთ. წამოიქით გადავიდეთ. ფეხბურთელებო, ჩაგვირთყით. არა. სულელები. ბაყაყების ცუდი ხასიათი ნიშნავს, რომ ღამე ჩხუბი იქნება ჩვენს ოთახში. აუ, ხო, მალე წავიდნენ რა თავიანთ მშობლებთან. ნერვულობენ, იმიტომ რომ უიღბლოები არიან. ერთადერთი ვარ, ვისაც გომბეშვები არ მოწონს. არავის არ მოსწონს. ხო, ბოროტი სახეები აქვთ. ხო, გაბრაზებულები არ გინახავს. მადლობა. მასკოტ, დღეს ძალიან კარგად ივარჯიშე, ყოჩაღ. და თავისუფლები ხართ. ახლა კალათბურთელები უნდა ვიყოთ. კარგად. ტომას. კარგი, გოგოებო. კალათბურთელებს უბრალოდ ვეტყვით, რომ უბრალო მეგობრული კოცნაა. აჰა, მეგობრული კოცნები არ არსებობს. გოგოებო, 100%-ით დაგთვალხმდებიან. ჯანდაბა, იღიმიან და ბედნიერები არიან. ჩვენ ასეთი უბედურები რატომ ვართ? ალბათ იმიტომ, რომ ცუდი ადამიანები ვართ. იქნებ შენ ხარ ცუდი, მაგრამ ჩვენ კარგები ვართ. რატომ უნდა ვიყოთ კარგები, ყველას ვუღიმო? ისმაილ, რაშვებ, უცაფუჭებ, ამას რატო ვაკეთებ? ჩემი ბურთია და რასაც მინდა იმას გავუკეთებ. მინდა რომ ზედიანას სახელი ეწეროს. მეგობრებო, შეგიძლიათ აღარ იდარდოთ, რაღაცნაირად გძნობ, რომ გოგოები მალე დაგვიბრუნებიან. ხო, შენ მხოლოდ გძნობ, მაგრამ რეალურად არავინ არ დაბრუნებულა. ხო, უკვე 2 კვირაა ჩვენ გარეშე არიან. 2 კვირა. ხო, მაგრამ ეს ჩვენი ბრალია, ჩვენ გავაკეთეთ. ხოლოდ იმიტომ გავაკეთეთ, რომ მათთვის გაკვეთილი გვესწავლებინა. არ გვეგონა, რომ ყველაფერი ასე იქნებოდა და მართლა ვერ წარმოიდგენით, რომ ზომების შეყვარებულები გახდებოდნენ. ისე მაკიაჟის გარეშეც არ არიან მახინჯები. გამარჯობა კალათბურთელებო. აი, ბოროტი ახსენეო და ეგრევე მოვიდნენ. გოგოებო, გამარჯობა, როგორ ხართ?
რა გჭირთ, კარგ ხასიათზე ხართ. ცუდ ხასიათზე რატომ უნდა ვიყავთ? მალე ჩემპიონატი გვაქვს და თქვენც. ხო, ყველა ერთად ვიქნებით. ძალიან სახალისო იქნება. გოგოებო, რამეს გვეხუმრებით? ჩვენ ხუმრობა არ გვიყვარს. ვიცით, რომ სხვა შეგვარებულები გყავთ. ასე კარგად რატო გვექცევით? უბრალოდ გვინდა რომ გემეგობროთ, როგორც ადრე. ხო, ადრე არ მეგობრობდნენ, ერთად იყვნენ. არ აქვს მნიშვნელობა მერი, უბრალოდ მეგობრები ვართ, არანაირი ერთად ყოფნა. რომეო, მოდი მეგობრულად ვაკოცოთ. არა, არ მინდა არც მეგობრული კოცნა და არც ურთიერთობა. მეგობრობა რა ხდება? გოგოებო. ჩვენ უბრალოდ მეგობრობას თავაზობთ და შეგვიძლია ერთმანეთს ვაკოცოთ, როგორც მეგობრები. თქვენთვის რთულია? არა, რთული არ არის. მოდი ვაკოცოთ. კარგი, მოდი. რომეო, ეს დაინახე, ჩემი მეგობარი არ ხარ? ხო, მეგობარი ვარ. იანა, ეს დაინახე? ბაუ, კალათბურთელებთან ერთად არიან? ისევ მათ გარეშე უკეთესი იყო. გოგოებო, მოხდა, გილოცავთ. ბიჭებო, მადლობა, ახლა ისევ მეგობრები ვართ. ეს მეგობრული კოცნები ყოველდღე გვექნება? არა, ტიმურ, მეგობრული კოცნები აღარ იქნება. არა, ესე იგი გამოდის რომ გამოგვიყენეთ, ხო? ნასი არ გინდა ერთად ვიყოთ. არა, ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ. დიანა ძალიან მაგარი იყო. დღეს ღამე კარგად დამეძინება. კარგი, სმაილ, კარგად, მადლობა კოცნისთვის. იცი, აქ შენი სახელი დავწერე. მაგარია, უნდა წავიდეთ. კარგად, ბიჭებო. კარგად, მეგობრებო. კარგად. მეგობრებო, მგონია რომ არაფრის გამო არ უკოცნიათ. ხო, რა თქმა უნდა, არ იყო არაფრის გამო, ისევ მოუწონვართ. ალბათ ის ბიჭები მაკიაჟის გარეშე მახინჯები არიან. კნობა. სავლინა, ვის გამო იბრანჭები? მიხარია, რომ ჩემ გამო არა. ელოდები ვინმეს. ხო, თქვენს დას პირადი ცხოვრება აქვს. არ ამაყობთ ჩემით? ჩვენ ძალიან გვიხარია. ვინ არის ეს პრინცი? თეთრ ცხენზე ამხედრებული. პრინცები არ არსებობენ. არ გეტყვით, მალე ნახავთ და გაგაცნობთ. გოგოები არ არიან, ჩემთვის არის. ოხ, სავლინა, ასეთი ბედნიერი არასდროს არ მინახავს. კეთილი ხდება. ნეტავისთან ერთადაა. ალბათ ფეხბურთელია. არა, ადამიანი არ იქნება. ჩვენ თუ ვართ ადამიანებთან ერთად თვითონ რატო არ შეიძლება რომ იყოს. კოსტა ჯობდა რომ ხაფუიანი ბურგერი არ გეჭამა. არა უშავს, ასე ვილაპარაკებ. გამარჯობა საყვარელო, აქ ხარ? ხო, აქ ვარ. მეც აქ ვარ, მისი მეგობარი ვარ, ხო იცი? ახლავე გამოვალ, ფეხსაცმელები უნდა ჩავიცვა. დიმა, ხო კარგად ველაპარაკებოდი. კი, კოსტა, როგორც ყოველთვის, მაგრამ ეს როგორ მოგეწონა? მკვდარ ადამიანს გავს. ჩემი შეყვარებულია. აბა კიდევ ერთხელ გაიმეორე. კარგი გოგოებო, ახლა ჩვენს ბიჭებთან მივალთ და ვეტყვით სრულ სიმართლეს, რომ კალათბურთელებს ვაკოცეთ. ჯანდაბა, ზაკი ამას ვერ გადაიტანს. ხო, მაგრამ ნორმალური სახეები უნდა გქონოდა. ხო, და კარგად გაიღვიძებთ დილაობით. არ ინერვიულოთ გოგოებო, ბიჭები გაგვიგებენ, მათ ხომ ვუყვარვართ. ფეხბურთელებო? ზალინა? აქ რას აკეთებენ? სავლინა, როცა პირველად დაგინახე, ეგრევე მომეწონე. სხვებისგან განსხვავებული ხარ. ხო, მე სხვებისგან განსხვავდები. კოსტა, მომისმინე, შენ ნორმალური ხარ. ის არის განსხვავებული. ვაუ, რამხელა სიყვარულია. ამას საერთოდ ვინ იფიქრებდა? ჩვენ ვაკოცეთ ხალხს, რომ ადამიანური სახე მიგვიღო და კოსტას ზალინასთან ყოფნა უნდა? არაფერი იცის, საერთოდ არაფერი. ზალინა, შენ ხო გოგო ხარ, არ გინდა ერთად ვიყოთ? მოდი. არა, დიმას ასეირნოდ გასულ ხო არ გინდა. წადი, გაიცეირნე მეგობარო. არა, არსად არ წავალ, ჩემ მეგობარს არ მივატოვებ. ვიცი, რომ თუ წავედი მისთვის შეჭამ და მე მეგობარი აღარ მეყოლება. მომისმინე საყვარელო, არ მომწონს. ხო, ვიცი, კოსტა. აქ რა ხდება? ფეხბურთელებო, აქ რას აკეთებთ? საყვარელო, ყურადღება არ მიაქციო. მე ჩემ მეგობარს ველოდები, შევლიდერებო, თქვენ რას აკეთებთ? ზალინა, ხედავ დროს არ კარგავ და ფეხბურთელი იპოვე. ოჩახ, ხო, წარმატებები. კოსტა, უკან დაბრუნება ძალიან რთული იქნება, დამიჯერე. ხო, ეს გაკეთებული გვაქვს. აბა კოსტა, ვაკოცოთ ერთმანეთს. კონჯობია რომ ხვალ მოვიდეთ. ბევრი ხალხია და დიმას გარეშეც მოვალ. ხო, მართალია, ჯობია ხვალ მოვიდეთ. შეიძლება მანქანის გასაღები დავიბრუნო. არა, ის ახლა ჩემი და კოსტასია. დიმა, გასაღებს ხვალ დავიბრუნებთ, ახლა წავიდეთ. კარგად, ზალინა. კარგად, კოსტა. ზალინა, ხვალამდე. ამის მეგობარი არ მომწონს. ზალინა. გამარჯობა, ვარჯიშის შემდეგ ეგრევე მოვედით და აქ ნახეთ რა ხდება? ო, ვიცი, ზალინა თავის შეყვარებულთანაა. ზალინა ფეხბურთელთან არის. ერთმანეთს არ უნდა აკოცონ. აკოცონ, მე რა, ჩვენ თუ შეგვიძლია მაგათ რატო არა? კარგი ბიჭებო, რაღაც უნდა გითხრათ. გოგოებო? ეს რაღაცის თქმა უკვე მაშინებს. თქვენ ბიჭებო, სახლიდან ისევ ხო არ გამოგაგდეს, ხო არ გაიგეს რომ ზომები ხართ.
კნობა დიანა, თქვით რა მოხდა? გოგოებო, პირდაპირ გითხარით რა დააშოვეთ. მოკლედ იმ სახლში ვეღარ დავრჩებოდით ასეთი უფერული კანით. ხო, თორემ გამოიძახებდნენ სერვისს და გაგვანადგურებდნენ. მოკლედ ბიჭებო, ჩვენ ზომბები აღარ ვართ. ხო, მაგარია. რა? როგორ? აი ასე. ორი წამი, ეს კოცნის გარეშე შეუძლებელია. გოგოებო, ვინმე საკუცეთ? ნასია, მითხარი ვისაკუცეთ. რას ნიშნავს ვის? კალათბურთელებს. მაგრამ ჩვენ თქვენი შეყვარებულები ვართ, როგორც ადრე. ხო, ზაკ, მე მხოლოდ შენ მიყვარხარ, ეს უბრალოდ მეგობრული კოცნა იყო რომეოსთან. მეგობრული. ამის შესახებ წინასწარ რატო არ გითხარით? ჩუმად რატო გააკეთეთ? მოიცადე, ახლა ზომები აღარ ხართ, ჩვენი საზოგადოება აღარ მიგიღებთ. ახლა თქვენთან ერთად უსაფრთხო სიარული აღარ შეგვეძლება. ნასია, ეს რატო გააკეთე? მისმენთ ბიჭებო, პირველ რიგში თქვენზე ვფიქრობდით, არ გვინდა თქვენი დაკარგვა. ხო, მხოლოდ ადამიანები თუ იქნებით, მაშინ შეგვიძლია დაგეხმაროთ. ხო, იმიტომ რომ ზომბებად რომ დავრჩენილიყავით, მაშინ იმ სახლში ვეღარ შევიდოდით. მოკლედ ბიჭებო, გოგოებს აპატიეთ, თქვენგან არსად არ წავლენ. ესე იგი, ახლა თქვენთან კოცნას აღარ შეგვიძლია. არა ზიპ, მხოლოდ ლოყაზე. კნობა არა უშავს, მე კოცნის გარეშეც მიყვარხარ. საკ, მე შემიძლია ნასიას ვაგოცო, ადამიანი ვარ. ხო, მაგრამ დიდი ხნით არა. მოკლედ ახლა ვეცდებით, რომ აქედან წაგიყვანოთ და დაგეხმაროთ. ხო, თქვენს ძველ ცხოვრებას დაგიბრუნოთ. ადამიანები იყავით, არა? ნახეთ, თქვენთვისაც ძალიან კარგია. მოკლედ მეგობრებო, გოგოები ასე ვერ გარისკავენ. არა უშავს გოგოებო, ასეც ვიქნებით. რატომ არავინ მეკითხება ასეთი ბედნიერი რატომ ვარ? ალბათ იმიტომ, რომ კოსტას აკუცე. არა, ზალინა, კოსტას აკოცე? ჯერ არა, მისმა მეგობარმა დიმამ შეგვაწყვეტინა, მაგრამ არა უშავს, ხვალ შევხვდებით და ვაკოცებთ ერთმანეთს, ამიტომ არ ინერვიულოთ. მისმინე ზალინა, გირჩევ რომ ეგ არ გააკეთო, თორემ მოვა ეს დამცველი რაღაც. ხო, დამცველი დეპარტამენტი ზომბების წინააღმდეგ საშიში სახელია, რა? მისმინეთ არაფრის მეშინია, როდესაც ზომბი კოსტა გვერდით მეყოლება. კარგი ბიჭებო, დროა რომ ჩვენ იმ სახლში წავიდეთ, იმიტომ რომ გვეულდებიან და გვეძებენ უკვე. კარგად. კნობა, ხვალ გეულდები. ნასია, ხვალ გნახავ. კარგად ბიჭებო. ძმებო, მომილოცეთ, შეყვარებული მყავს. ზალინა, გილოცავ, შენ გამო მართლა ძალიან მიხარია. გილოცავ, ზალინა, გილოცავ. ვერ ვხედავ თქვენს თვალებში ბედნიერებას. უი, გამარჯობა ვირთხებო, გველდებოდით? აქ ვართ. და გთხოვთ, არ არის კარის ჩაკეტვა საჭირო. ხო, არც იმის შემოწმება ყველა სახლშია თუ არა. უნდა გეულდებოდეთ? ბანი, სად იყავით? უკვე 10 საათია. სად იყავით? 9-ზე საწოლებში უნდა ყოფილიყავით. მომისმინეთ ვირთხებო, არ ვართ ვალდებულები გაგითვალისწინოთ. ხო, დიდები ვართ. და მხოლოდ ჩვენს მშობლებს ვუჯერებთ. და თქვენ საქმე არ არის, სად ვიყავით. ხო, არ დაგავიწყდეთ, რომ ხვალ შეჯიბრი გაქვთ და მასწავლებელმა იქს ვეტყვით, რომელზე მოხვედით სახლში. მაგარია, შეგიძლიათ წახვიდეთ. ჩამშვებები და არ ინერვიულოთ შეჯიბრზე, მოვიგებთ. ხვალ ნახავთ მაგას. აი როგორ მიშლიან ნერვებს. კარგი, ამათი საქმეც ეგ არის, რომ ყოველას უთვალთვალონ ამ სახლში. კარგი გოგოებო, ცუდად არ იყო ბიჭებთან საუბარი, ცუდი არ იყო, ხო? კიდე ზომბები არიან, მაგრამ ადამიანები გახდებიან. ხო. შეიძლება, გოგოებო, უბრალოდ მოვიდით, რომ ამშვიდობისა გისურვოთ. როგორც თქვენმა მეგობრებო, ხვალ ჩემპიონატზე შევხვდებით. მადლობა ბიჭებო, ძილინებისა. იმედი მაქვს, ხვალ გავიმარჯვებთ მეგობრულად. ხო, საუკეთესოს გავაკეთებთ. და თქვენ? ხო, ჩვენც. გოგოებო, მაგარია, რომ ისევ მეგობრები ვართ. შეიძლება, რომ უფრო მეტის იმედიც გქონდეს. რომეო, ახლა ამის დრო არ არის. უფრო მეტი, ბიჭებო, მეგობრობაზე მეტი რა უნდა იყოს აქ? ძილინებისა ბიჭებო. ხო, ხვალ დილით ადრე უნდა ავდგეთ და ახლა გვაწუხებთ. კარგად. კარგი, გამშვიდობისა. წავედით. ვაუ, ძალიან შეყვარებულები არიან. კნობა, კიდევ ფიქრობ, რომ ვუყვარ ვართ? რა თქმა უნდა, ვხედავ. კარგი გოგოებო, მოდით დავიძინოთ, ხვალ ადრე უნდა ავდგეთ. თუ დაგვეძინება, შეჯიბრის დასასრულია, ჩემპიონატის. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ და დავიძინოთ, იმიტომ რომ დილით ადრე ჩემპიონატი გვაქვს. კარგად.